ფინანსური პრობლემები. მიქაუტაძის ლიონი ლიგაოში დააქვეითეს. ფავორიტი ტყუილად არა. ვიტეკერმა ილიასა და ოლივეირას ჭუბზე ისაუბრა. მოდრიჩი მილანს შეუერთდა. ლიონის სუპერმარკეტად იქცა, ამბობს Forza Roma. ჩაკვეტაძეს 3 ინგლისური კლუბი აკვირდება, 2 პრემიერ ლიგიდანაა და სხვა მრავალი სიახლეები ამ ვიდეოში. ფინანსური პრობლემები. მიქაუტაძის ლიონი ლიგა 2-ში დააქვეითეს. ქართველი გულშემატკივრებისთვის მეტად არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს. ლაკვიპე წერს, რომ ლიონს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია. ფავორიტი ტყუილად არაა. ვიტეკერმა ილიასა და ოლივეირას ჭუბზე ისაუბრა. UFC-ს ლეგენდამ რობერტ ვიტეკერმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჭუბთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. რიპერმა ელ მატადორის შეაქო და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი ფავორიტი ტყუილად არაა. ჩარლზ ოლივეირას დიდი გულშემატკივარი ვარ. წარსულში ეს ბიჭი ყოველთვის ნებდებოდა, შემდეგ კი საკუთარ თავში ძალა იპოვა და ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. თუმცა ილია საერთოდ სხვა ცხოველია. გულშემატკივრების ნაწილი ოლივეირასკენ იმიტომ მიხრება, რომ არ ვიცით თოფურია სუბუქ წონაში როგორ იასპარეზებს. ილია ნამდვილი იარაღია. წარმოუდგენელია ის, რაც ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოვეის გაუკეთა. ორი ლეგენდა გაანადგურა და ეს დაუჯერებელია. საოცარი უნარები აქვს. ჩარლზიც ფენომენალური მებრძოლია, მაგრამ წარმოუდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება მოუიგოს. ვერ ვხედავ კომპონენტს, რომელიც გამარჯვებაში დაეხმარება და რომელშიც თოფურიას აჯობებს. ილია ძალიან მაგარია და სამართლიანია. ამხელა ფავორიტი რომ გახლავთ. ამ ბიჭმა მაქსი და ვოლკი გაანადგურა. თოფურიას ტანკივით დარტყმა აქვს. მისი ვარჯიშის ამსახველი ვიდეოები ვნახე და ძველებურად სწრაფია. ჩარლზ კი ხშირად კი ხვდება. ილიას აქვს ჯიუ-ჯიტსუ და ჭიდაობა, რაც ოლივეირას განეიტრალებაში დაეხმარება. ფიქრობ თოფურია ფავორიტი ტყუილად არაა. ცნობისთვის თოფურიასა და ოლივეირას ჭუბი UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამავე ღონისძიებაზე მეორე საჩემპიონო დაპირისპირებასაც ვიხილავთ. ალეშანდრე პანტოჟა კაი კარა ფრანს დაუპირისპირდება. მოდრიჩი მილანს შეუერთდა. ფაბრიციო რომანომ დაადასტურა. ის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი კარიერას მილანში გააგრძელებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო წერს. რომანოს ცნობით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სადაც მოდრიჩი მადრიდის რეალის ღირსებას იცავს, ხორვატი ფეხბურთელი როსონერის შეუერთდება. სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. მხარეები ყველა დეტალზე ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში შეთანხმდნენ. ივლისის ბოლოს ლუკას ამედიცინო შემოწმებას გაივლის და მილანთან კონტრაქტს გააფორმებს. წერს რომანო. ცნობისთვის ლუკა 2012 წლიდან მადრიდის რეალის ღირსებას იცავს და ბლანკოსის მაისურით 590-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ლიონი სუპერმარკეტად იქცა. Forza Roma მიქაუტაძეზე წერს. ფინანსური პრობლემების გამო ლიონი ლიგა 2-ში დააქვეითეს. რომა თავის სატრანსფერო სამიზნეს გიორგი მიქაუტაძეს დაუახლოვდა. ასე ეხმიანება ლიონის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს იტალიური გამოცემა Forza Roma, რაც წერს გამოცემა. ქართველი ფორვარდი, რომელიც ჯალოროსში გადასვლასთან შარშანაც იყო ახლოს, ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს. ასე მოიქცევიან მისი სხვა გუნდებიც, რომელთა მიმართაც დიდი გუნდების ინტერესი არსებობს. მაგალითად, ლივერპულს მალიქ ფოფანასურს. მიქაუტაძეს შედეგიანი სეზონი ჰქონდა 17 გოლი და 11 ასისტი. ლიონმა ის 1 წლის წინ მეციდან 18,5 მილიონ ევროთ შეიძინა. იანვარში კი რომა მიქაუტაძის სანაცვლოდ 30 მილიონს მოითხოვს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიქაუტაძის ფრანგული კლუბი 20 მილიონი ევრო სანაცვლოდ შეელევა. ჩაკვეტაძეს 3 ინგლისური კლუბი აკვირდება, 2 პრემიერ ლიგიდანაა. უოტფორდის ფეხბურთელს გიორგი ჩაკვეტაძეს 3 მსურველი ჰყავს და მის გადაბირებაზე ინგლისური კლუბები ფიქრობენ. ამ ინფორმაციას სპორტ ბუმი ავრცელებს და წერს, რომ ჩაკვეთი პრემიერ ლიგის 2 წარმომადგენელი ინტერესდება. გიორგი ჩაკვეტაძე მოთხოვნადი ფეხბურთელია და ზაფხულში მის გაფორმებას ბარნლი, სანდერლენდი და ბირმინგემი განიხილავენ. უნივერსალმა ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის კლუბების ყურადღება შტაბ-ჭდავი გამოსვლებით მიიქცია და შესაძლოა მისი ტრანსფერი 4-5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდეს. წერს სპორტ ბუმი. გამოცემა დასცენს, რომ ქართველი ფეხბურთელი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ჩემპიონშიპში დარჩენასაც. თუმცა პრემიერ ლიგაში თამაში მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩაკვე უოტფორდში ბედნიერია, მაგრამ პრემიერ ლიგაში გადასვლაზე უარის თქმა ძალიან ძნელი იქნება. ბარნლი და სანდერლენდი პრემიერ ლიგაში 24-25 წლების სეზონში დაწინაურდნენ. კლარეტების მთავარი მწვრთნელი სკოტ პარკერია, ხოლო შავ კარტებს რეჯის
ლებრი თავკაცობს. პირმინგემს რაც შეეხება ლურჯების მიზანი უმაღლეს დივიზიონში ასვლაა. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს უოტფორდთან კონტრაქტი 2029 წლის 30 იანვრამდე აკავშირებს. ტრანსფერ მარკეტზე მისი ღირებულება 4 მილიონი ევროა. წარსულში გიორგი ვულფს, ევერტონს და ლესტერს დაუკავშირეს. მარცხენა ფლანგი მუდმივ საფრთხედ იქცა. ფუტ მერკადო კვარაცხელიაძე წერს. ფუტ მერკადომ პარი სენ-ჟერმენის ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. მისი ავტორი კვარას ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 24 წლის გარემარმა PSG-ს ტრანსფორმაციაში დიდი წვლილი შეიტანა. იანვარში პარი სენ-ჟერმენში გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის საოცარი მეორე ნახევარი აქვს და ამტკიცებს, რომ უზარმაზარი პოტენციალით გამოირჩევა. ქართველი ფეხბურთელი პარიზელთა ნამდვილი დინამიტია და 24 წლის გარემარმა ლუის ერიკეს გუნდის ძირითადი შემადგენლობაში ადგილი სწრაფად დაიმკვიდრა. ტექნიკის, თამაშის ხედვისა და ერთ-ერთზე განსხვავების შექმნის უნარის წყალობით კვარა პარი სენ-ჟერმენის მარცხენა ფლანგი შეცვალა და მეტოქესათვის მუდმივ საფრთხედ იქცა. ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგის მატჩში გადატანილი რამდენიმე გადამწყვეტი გოლის ავტორი PSG-ს სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი და გუნდის შემტევითი ხაზის საკმანძო ფიგურაა. სიეტლ საუნდერსთან გამართული მატჩი ამის ნათელი დასტურია. მან პასუხისგებლობა საკუთარ თავზე აიღო და პარი სენ-ჟერმენს დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა. ან კონკრეტულმა შეხვედრამ, რომელშიც კვარაცხელიამ იმ თანაგუნდელების გარეშე იასპარეზა, რომელთანაც სისტემატურად თამაშობს ხოლმე. აჩვენა, რომ ხვიჩა გაიზარდა და როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება, შეუძლია ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს და სახიფათო მომენტები შექმნას. მისი თამაში ადასტურებს, რომ კვარამ უბრალოდ ტალანტი კი არაა, რამდენიმე თვეში პარი სენ-ჟერმენის საკვანძო ფეხბურთელი გახდება. მისი გოლი სიმბოლურად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 100-ე გოლი იყო და პირველი ქართველია, ვინც ამ ტურნირზე გაიტანა, წერს ფუტ მერკადო. შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა კლუბმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ინტერ მაიამის დაუპირისპირდება. PSG-სა და ინტერ მაიამის მატჩი 29 იუნის თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. ასეთია დღევანდელი სპორტული სიახლეები. თუ მოგეწონათ ვიდეო და ალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.